კასპიის მუნიციპალიტეტის მერიამ სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებებზე დაფინანსება გაზარდა სამსახურის ხელმძღვანელის განცხადებით. თავდაპირველი ბიუჯეტი 1.400.000 ლარს შეადგენს, რაც სამომავლოდ შესაძლოა კიდევ გაიზარდოს და პროგრამაში ჩადებულ სხვადასხვა მუხლებზე გადანაწილდეს. დავით დავითაშვილის თქმით, ერთ-ერთი მიმართულება, რაზეც დაფინანსება გაიზარდა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების საჭიროებებია. მაგალითად 100 ლარით გაიზარდა შიშიმ ვეტერანების დაფინანსება, ასევე სპეციალური საჭიროების მქონე 18 წლამდე ასაკის მოქალაქეებისთვის დამხმარე საშუალებების შესაძენად კასპიის მერიამ ერთ ადამიანზე 500 ლარი გამოყო. ამავე ოდენობის თანხაა გამოყოფილი ამპუტირებული კიდურების მქონე პირებისთვის. გაიზარდა უპოვართა სასადილოების დაფინანსებაც, რითაც გასული წლის მონაცემებით 80-ზე მეტი ბენეფიციარი სარგებლობდა. ვიწყებთ 1.400.000-ით, შაშა 1.300.000-ით დავიწყეთ და დაგვემატა მერე, წელს ვიწყებთ 1.400.000-ით. პროგრამაშიც გვაქვს ცვლილებები. ახალ პროგრამაში დაგვემატა მუხლი 21 ამპუტირებულ კიდურებით ბენეფიციარებს ვეხმარებით ერთჯერადად და 500 ლარის ოდენობით. შევიდა კიდე 22 მუხლში, აქ იყო ეტლის რა ქვია მოსარგებლეთათვის ეტლის თანადაფინანსებაში მიყვებოდით, ვისაც შეძენა სურდა და აქვე დაგვემატა 0-დან 18 წლამდე მოზარდებისთვის. ეს არის რა ქვია დაამხმარე საშუალებები შშრ პირი ბავშვებისთვის, დაამხმარე საშუალებები, რომლებიც მათ რეაბილიტაციისთვის იქნება საჭირო. განსაზღვრული გვაქვს 500 ლარის ოდენობით აქაც თანხა ინვენტარის შესაძლებლად. რაც შეეხება თანხის დამატებას, რამოდენიმე მუხლში დაგვემატა თანხა, მათ შორის არის ვეტერანები, რომლებიც შშრ სტატუსს ატარებენ, ჰქონდათ რა ქვია 100 ლარით დაემატა მაგათ დახმარება. ისე რომ რაღაცა დიდი არსებითი ცვლილებები არ მომხდარა, იქიდან გათვალისწინებით, რომ საკმაოდ სოლიდური თანხა არის ჩადებული თითოეულ მუხლზე, თითოეული ბენეფიციარის დასახმარებლად. გალაში რჩება ისე 80 ბენეფიციარზე სასადილოს მომსახურება, მიმდინარე სატენდერო თანხა ეს არის 179.560 ლარი.